მოგესალმებით მეგობრებო, მე მინდა რომ იუთუბერებს ჩემი წერილი თამარის მიმართ გავანდო და ამ გზით უნდა ჩავიწერო, რადგან ყველაზე იოლი გზა არის ეს წერილის ჩაწერის. ვისაც არ მოგისმენიათ და ვისაც არ წაგიკითხავთ ჩემი წერილი თამართან, შეგიძლიათ ასევე მომისმინოთ და გულისყურით მოისმინოთ. წერილი თამარ მეფეს. დიდო მატრიარქო, დედუბალთ დედუფალო და მეფეთ მეფეო, რანთა კახთა და მრავალთა კუთხეთა იბერიისათა. ბაგრატიონ თამარ. დღესა ამასა მიძინებისასა თქვენი უდიდებულესობისა. განვლის არაუმეტეს 900 წელიწად. ამბავი ესე რომელ გიამბობ ქართველთა ზედა შემოსეულთა უცნაურ ჭინკათა მოისწრაფვის თავსა თქვენსა. კაცნი იგნი ვითარცა ქაჯნი ქაჯეთის ციხესა დაუფლებიან და განვიცხადნის თავსა მათსა ვითარცა მართმა დიდებელ ქართველთა. აღავლენენ წირვა ლოცვასა ეკლესიათა და მონასტერთა წიაღსა შინა ვითარცა იუდეველნი ძველთა წელთა შინა რიტუალთა წესთა და ვითარცა ფარისეველნი და სადუკეველნი. დავამატოთ. დიდი სახელით სარგებლობენერსა და ბერსა შინა, უკრძალვიან ხალხსა ოთხთავისასა კითხვასა და შთააგონებნიეს ქართველთა ჯერა არა მზად არ შიგთავსისა სიტყვათა ამათა დაწერილთა და შეკვეცილთა წერილთაგან აღსათქმელად. თარგმანი ესე წერილისანი, რომელნიც შემოგვენახნის მხოლოისა ბერძნულისა და ებრაულისა ენათაგან, ხოლო წერილი, რომელი გვაქვთ ქართულითა ასომთავრულითა ენითა, დაწერილ მოიძიების მათ შვანთა უშკულთა შინა, რომელნი დადგომილ არიან მცველთა კაბისათა თქვენისა უბრწყინვალესობისა და განცთა ყოველთა სიბრძნისათა კაცთაგანთა. არა ენახვის თვალთა ჩვენთა დღისათა თქვენთა მიძინებიდან დღემომდის. ნუ უკვე ველით გამობრძანებასა თქვენსა უდიდებულესობისა მეფეთ მეფეთა და დედუფალთ დედუფლისა. დავამატოთ. კაცნი ყოველნი ფხიზელნი, მუნ არა არც ჟამნი დამდგარნი აღდგომისაი ამისა დღისა იმ მკვდართა სიმრავლისა გამო. ძალღონ მიხდილნი ვფხიზლობთ ყოველნი კაცნი, რომელთა ხელთ გვეწიფების ანიბანი იგი ქართულისა ენისაი, რომელსა ამასა ენასა შინა მას ლაზარე რქვიეს. თუმცა რიცხვი ჩვენთაგან და მცირენი არს და ვერასას ძლევს იგი ამასა ომსა საკუი და ვირ ველსა. გვმართებს ძალნი საჩინონი ზეციერთ, დასთა მიერ გზავნილნი გასაძლიერებლად გონთა და სულთა ჩვენთა. ქართველნი ესრეღა მცირენი ქვეყანასა შინა ქვეყნისასა შემოვიკრიბნეთ. აქ ერთი ყლაკლია. არა კაცნი მუნ ჭარბნი ამასა სოფელსა შინა ქართულ ველთა ვჯაბნიეს ვითარცა სარეველთაი მოსრულნი. ანუ მოსრულნი. ერთი წუთით დავამატოთ. მიწანი ჩვენი მიითვისნიან და დიდსა სამეფოსაგან იბერიისაგან მიიტაცნიან კუთხეთა ამასა ტაო კლარჯეთსა, ჰერეთსა, აფხაზეთსა, ოსეთსა და ამათა ახლომდებარე მიწებსა. გამოჩინდების ესე ქართული ვინმენი, რომელნი მიადგებიან აკლდამასა დედისა შენისასა, მშვენიერისა, ბურდუხანისა, სვანეთსა, შინა უშკულსა.
თხოვნითა ესე დიდი და კადრებთ. წარუძღვებოდე ამას აკლდამასა შინას შესრულად და განსაღებად კარისა ამასა უნიონისასა. დიდითა მწუხარებითა და უძლურებულნი მოგმართავთ თხოვნით ჩვენ და გასამყარებლად. გემშვიდობებით იმედით კაცნი ესე მოწყურებულნი ცოდნასა ლასარისა ენისასა. ქორონიკონს კთ დ ცკვ წელი თამარ. ეხლა დააჯდა პირდაპირ კთ დ ცკვ წელი, ანუ კვიცის წელი დაემთხვა, მეგობრებო, საინტერესოა ქართული ანბანით. პირდაპირ იმ დღეს, როდესაც დავწერე, აი იმ წელს, როდესაც დავწერე, ეს 2026 წელია, დაესო პირდაპირ ცკვ-ზე, ანუ კვიცზე, მეგობრებო, გახსოვთ რომ გვითხრა თამარის საძმო ცხენებით მოვაო, ხო და აგერ კვიცები გამოჩნდნენ, ხო და დაველოდოთ, მეგობრებო. აბა თქვენ იცით. ეს წერილი, მეგობრებო, არის ძველი ქართულით დაწერილი. ხო და ძველი ქართულით ძალიან საინტერესოა საუბარი, რო იცოდეთ ისე. ეხა საიდან მაქვს მე ეხლა ეს ენა გაწაფული ძველ ქართულში, იცოდეთ რომ ვინც ქართლის ცხოვრებას კითხულობს, ის ქართლის ცხოვრება არის ძველი ქართულით დაწერილი. ძველ ქართულ ენას ბევრი ვერ იგებს. ძველ ქართულ ენას იგებენ მხოლოდ ისინი, ვინც გააღვიძა თავისი შინაგანი ხმა, რომელი ხმაც ესაუბრება პირდაპირ მისი გრალიდან, ანუ მისი სისხლიდან. ეს არის ის გამოცდილება, რომელიც ჩვენ სისხლში არის ჩაქსოვილი და კაცნი, რომელნიც წინა ცხოვრებებში კითხულობდნენ და წერდნენ, ამასა ენასა შინა ლასარისა დაფარვასა ადვილად იგებენ, ანუ ქართლის ცხოვრების ენასაც ძალიან ადვილად იგებენ. ასე რომ შეგიძლიათ კიდევ ერთხელ წაიკითხოთ და კიდევ ერთხელ სანამ არ გაიგებთ თუ რას მოიცავს ეს ამ წერილის შიგთავსი. მადლობა.